ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვუყოთ იმ საკვებს, რომელიც დღეს რეალურად ჩვენ გასტრონომიულ ინდუსტრიაში არის შემოთავაზებული და რა საკვებით იკვებება დღეს ძირითადად ჩვენი მოსახლეობა. აი, როდესაც საკვებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მარტო პროდუქტის ვარგისიანობა არ უნდა გავითვალისწინოთ, უნდა გავისწავლოთ ასევე მომზადების თავისებურებები. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთ და იგივე კერძი შესაძლებელია განსხვავებული ტექნოლოგიური მომზადების პირობებში გადაიქცეს შხამად და გადაიქცეს ნუტრიციოლოგიურად სასარგებლო პროდუქტად. მაგრამ საწყისი მაინც ყოველთვის იწყება, რა თქმა უნდა, ნიადაგიდან და თესლიდან. აი, აქ უკვე მაქვს ერთი ძალიან საინტერესო მოსაზრება. როდესაც საქართველოს შეუერთდება იმ საერთაშორისო ტრენდს, რომელიც აღიარებს, რომ ორგანული პროდუქტების სამშობლო ვართ და დღეს ბევრი გვაქვს უკვე. ორგანული ღვინოს წარმოება დაიწყეს, ორგანული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები არსებობენ, რომლებიც იღებენ საკვებ პროდუქტებს ყოველგვარი ქიმიური დანამატების, ყოველგვარი შხამების, საწამლავების გარეშე. მართალია, ეს პროდუქტები ვიზუალურად არ გამოიყურება ისე, როგორც ბაზარზე შემოთავაზებული ისეთი გაბერილი გიგანტური ზომის ვაშლები, რომლებსაც აბსოლუტურად სიმეტრიული სილუეტი აქვთ, მაგრამ ბევრად უფრო სასარგებლოა, იმიტომ რომ პირველი ფრაგმენტი აქვთ თან ორგანულ წარმოებას ძალიან საინტერესო, ის იცავს ბიობალანსს. ანუ ჩვენ ორგანულ წარმოებებში არ უნდა გქონდეს მწერების, თუნდაც ჰერბიციდების, მცენარეების დახოცვის ბარბაროსული მეთოდები გამოყენებული. რატომ ზიანი არ უნდა მივაყენოთ არა მარტო მომხმარებელს, არამედ გარემოს.